არხის უნიკალური არქივი ჩიქოვანების დიდი ოჯახის 1995 წლის წინა საახალწლო დღეებს ინახავს. კადრებში ჩანს ოჯახის ყველა წევრი: ზურაბ ჩიქოვანი, იფიგენია შარაშიძე, მათი შვილები და შვილიშვილები. ერთ სახლში ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, სხვადასხვა ხასიათით, გზითა და სამყაროთი, თუმცა საერთო ღირებულებებით. ეს ჩიქოვანების დიდი მუსიკალური ოჯახია, რომლის მთავარი და შეუცვლელი ტრადიცია ახალი წლის ერთად შეხვედრა და მათი შესრულებული მრავალჟამიერი იყო. დრო გავიდა, ეპოქა შეიცვალა, თუმცა ტრადიცია დარჩა უცვლელი. 3 ათეული წლის შემდეგ ჩიქოვანების დიდი ოჯახი 2026 წლის მოლოდინში ისევ ერთად არის და მათი მრავალჟამიერიც კვლავ ისმის. გამომდინარე იქიდან ჩვენ თვითონ ტრადიციული ოჯახი ვიყავით და მამა ჩემი, დედა ჩემი, ბაბუა ჩემი, ბებია ჩემი, სულ ყველა ჩართული იყო ამ სადღესასწაულო რიტუალში. ეს რიტუალი ჩვენ აქ ვიკრიბებოდით ყველა. და ეს მზადების პერიოდი, ეს არის თვითონ ფანტასტიკური. დედა, ბებიები აკეთებდნენ, აბა ის მრავალჟამიერი, უნდა გვეთქვა. უნდა გვემღერა მამასთან და დედასთან ერთად და აი ამის მერე გამოდენიმე ჭიქა ღვინო, აღნიშნა ახალი წლის მილოცვა. იმ ქართული ცხოვრების წესით ცხოვრობდით, ის სული ტრიალებდა აქ მშობლების გარდა. ნათესავები, ბებიები ახსენა, ბაბუა ერთ ვერ მოვესწარით, მეორე უწაყვარლესი ბიძა, მამი და დეიდა შვილები, დედას და მამას მეგობრები, ნათესავები. როგორ გითხრათ, ეს იყო ეს მთელი აი საოცარი სიყვარულით, სითბოთი გაჯერებული გარემო. მამასთვის და დედასთვის ოჯახში მოსული სტუმარი იყო ღვთის, სტუმარი ღვთისა. ამიტომ ახალ წელს, როდესაც მოდიოდნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ნათესავები და ფაქტიურად სპექტაკლს მართავდა მამა და დედა. ეს არ იყო მარტო სუფრაზე კეიფი, დალიე, კარგ ხასიათი. აქ იყო ცეკვა, აქ იყო სიმღერა, აქ იყო ლექსი, თითოეული სუფრის წევრი რაღაც თავის შემოქმედებით უნდა გამოეჩინა თავი. მე პატარა ვიყავი ამათან შედარებით და სულ ესე ვთქვათ ფეხებში ვედებოდი და მაგრამ მაინც ყველაფერი კარგად მახსოვს. რა თქმა უნდა, ეხლა თვითონ ეს მზადება, მაგრამ ეს ვთქვათ ტრადიცია რა იშლებოდა სუფრა, მამა რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩვენი ადგილი გვქონდა სუფრასთან, მამა სუფრის თავში, დედა გვერდით, ეს შვილები ჩვენ ადგილს დავიკავებდით. ძალიან ბევრია გასახსენებელი, ხო აი ძალიან ბევრი. დაღამაზე ბატკეში ქარი ფოთლებს აყურებს იმოდინარს გეშინოდეს რომელიც არ ხამაურობს მას ფოთლები აუქროვებს ვისმოვავილი ნახოჩებს წვეც მეთოლის ხალსა და როლებს მიაღურებათ დაუშვებს ჩიქოვანების სახლს კარგად ახსოვს მრავალი ახალი წელი. ძალიან ბევრი ლამაზი საღამო, ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებული ადამიანები, პირველად გაჟღერებული სიმღერები, დიდი მხიარულება და რაც მთავარია ერთობა. გასახსენებელი მართლაც რომ ბევრი აქვთ, რადგან ცხოვრების მთავარი მოგონებები მათ ერთად შექმნეს. ხალხის დიდი სიყვარული, სიხარული და ცხოვრების სირთულეებიც ერთად გაიზიარეს. Gide
საქმეც იმაშია, რომ თურმე მარტო ოჯახის წევრობა არ არის საკმარისი. ოჯახი, სიყვარული, ეს ურთიერთობები ყველაფერი აუცილებლად რაღაცა საერთო გამაერთიანებელი არის საჭირო და ჩვენ შემთხვევაში ეს იყო ხელოვნება, ეს იყო სიმღერა, რომელსაც მამა შეგნებულად არ ვითარებდა. სიმღერა მართლაც დაგვაახლოვა და მაგაზი ორი აზრი არ არსებობს, იმიტომ რომ ერთად დავდიოდით, ერთად მოძრაობდით და ერთი იყო ყველაფერი და აი ამ სიმღერამ შეგვაკავშირა ჩვენ. ჩიქოვანების ოჯახისთვის ახალი წელი ერთიანობის დღესასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხასიათის მქონე ადამიანები არიან, ისინი ამ დღესასწაულზე ყოველთვის ერთიანდებიან და ოჯახის ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებენ. მაყურებელს ჩვენსაც მიულოცა 2026 წლის დადგომას 2026 წელს უბედნიერების, სიკეთის, მშვიდობის, სიყვარულის, პირველ რიგში სიყვარულის წელი ყოფილიყო. მე ერთ ვუსურვებდი ჩემს ერს, რომ გაძლიერებულიყო სულიერად, რომ ის სულიერი ღირებულებები, რომელიც ჩვენს ერს ახასიათებდა და რომლის მატარებლების გარკვეულად ჩვენ აღმოჩნდით ჩვენი შემოქმედებით, ჩვენი მოღვაწეობით, ისე როგორც მრავალი ქართული ლამაზი ოჯახი, აი ეს მათში აღორძინებულიყოს. ულოცავ ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხს, ყველას, ვინც ცხოვრობს, ქართველს, არაქართველს 2026 წელს და რა ვიცი. ყველაფერს საუკეთესოს, სიყვარულს, სიკეთეს, მშვიდობას, ხვავს და ბარაქას. ჩვენ ქვეყანას მინდა მიულოცო ეს ახალი წელი და ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად ქარი ფოთლებს აურეს იმ დინარის გეშინოდეს რომელიც არ ხმაურო მას ფოთლები აოქრო გილოცავთ შობა ახალ წელს.